იყო ასეთი სკოლის დირექტორი ახალი დაბიდან. და მას ხა იქ სოფელია, როგორც ასე სოფლის მოსახლეს ყავდა ძროხა, ხო შეიძლება ძროხები არ მახსოვს, ხო და მომიყვა რომ ომი რო დაიწყო ჯერ აფხაზების ნაწილი იყო ჩვენთან, სოფელში ნუ ვიღაცები წავიდნენ უკვე და ომობდნენ. ნაწილი დიდი დარჩა, ის როგორც სოხუმში. მაგრამ მე როდესაც უკვე მოაკითხეს ხამარადიორებმა ერთხელ ორჯერ შუაღამისას რაღაცა ცუდი ამბები, მძიმე ამბები როდესაც მოხდა, მე ისინი წავიდნენო. წავიდნენო და მეო თქვა აი ეს ძროხები რატო ვახსენე რომ აი ძროხები დამეკარგაო, წავიდა ეგ ძროხები, ნუ არ დაბრუნდნენ. საძოვარზე გაუშვა, არ დაბრუნდნენ და წავიდა ვეძებო, იმიტომ რომ მაშინ იყო რომ შევარდებოდნენო სახლებში, ავეჯი რაღაცა კარგი თუ იყო, მიქონდა და ჭიშკრებს ტოვებდნენ. დიდი ეზოები აქვს საერთოდ იქ მოსახლეებს ჰქონდათ, ხო და ძროხები თუ შევიდოდნენ, მე გზას ვერ აგნებდნენ. უკან აი ბალახია და შედიან ბოლო. და აი ჭიშკარ დავდივარო. აი ამ სახლს და შევედიო ერთ სახლთანო ერთ სახლშიო შევედიო, სადაცო აფხაზების უმრავლესობა სოფელში მცხოვრები, რა თქმა უნდა, თავის ეზოში ასაფლავებს თავის გარდაცვალს. სიკვდილის შემდეგაც ერთიანობის რაღაც შეგრძნება რო კონდეს. აი ეს წესი ქონდა? კი, ეს წესი და ბევრია იქ. კი, სასაფლაო ბევრია, აი თავის აი სახლში რო შედიხარ, მიგიღო და ცოტა იქით მოშორებით სასაფლაოა და ყველა ის რიტუალი. ახლა იქ ქრისტიანი ხალხი ცხოვრობს. ჩამჩირის რაიონზეა ლაპარაკი, ახალი დაბა, ხო და იქ აღდგომა სხვა რელიგიური დღეებია, ის თავის გარდაცვალს მიულოთ. თუ ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ჩვენს აფხაზებს და მთელსოფლიოს, თუ ახალგაზრდა გარდაცვლილი, მით უმეტეს ის სახში ასაფლავებს. ამას და შევედიო და გამახსენდაო, რომ აქ აფხაზი მაგაცობდითო ჩვენო, თლათ ახლოს არა, მაგრამ შვილი გარდაიცვალა, სადღაც 18 წლის ბიჭიო და გასვენებაში ვიყავიო. და იმ ხარეს გავედიო კიდე და ნახევი საფლავი ამ ბიჭის ბავშვის ფაქტობრივად და იქ მსხლის ხეები იყო ძალიან დახუნძლული, არავინ არ იყო მისი დამკრეფი, ომია, არ ჭირდება არც ხილი არაფერი, ომს ჭირდება სისხლი. ხო და გავხედე დიდი ტოტი მოტყდა თურმე ამ მსხალს და აგდია პირდაპირ საფლავზე და შემეცოდაო ეს ბიჭიო, ხო და გავასუფთავეო ეს და ტოტი გადავაგდეო და სამი მსხალი ავიღე. კენტი უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ გარდაცვლილი მარტოა კენტი, ანუ წვილი არ უნდა გქონდო, რომ არ წაიყვანოს სხვა. ხო და სამი ცხალი თავთანო დაუდევიო. მერეო დავკეტეო კარები, ფანჯრები, მიტოებული სახლი ადამიანებით არისო და შემეცოდაო ეს სახლიო. ხო და დავტოვეო და გარეთ ჭიშკარი რაღაც მავთული ვიპოვეო და ჭიშკარით შევკარიო და წავედიო. მერე იყო რომ აიღეს ახალ დაბა, ხო და მერე გაყავდათ ხალხი ხრედდნენ და ეს სკოლის დირექტორი მით უმეტეს ინტერესი გამოიწვია დიდი და გაყავთ დირექტორი და ამ დროს ვიღაცა მოვარდაო წვერებიანი კაციო. ხო და ჩამბუჯაო ხელი და მითხრაო, დაიღვირაო, დაანებეთ ამას თავი, მე ამათთან ჩემი ანგარიშები მაქვს, ამას მე მოვლი, მე დავხრიტავ და მე ნუ რასაც მინდა გაუგეთებ და მომგიდა ხელი წამიყვანო ერთ რაღაც ჟიგული იყო, ჩამაგდო იმაში და დაждდაო და უხეშად მეყრობაო და რო გავედითო რაღაც ნაწილი მეუნებაო, სახელს მეუნებაო, რომ შენო ვერ მიცანიო. მე სიკვდილის პირას ვიყავიო და ამ დროს ადამიანს მე ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, რომელსაც მახსოვრობა წაერთვა 1-2 კვირით დასახრეთად გაიყვანეს, არ დახვრიტეს, გვერდით ესროლეს ღობეს, ხო და როდესაც უკვე გაუშვეს, თავისიანეს ვერ ცნობდა და ეცნობოდა. ენგურის ხიდზე გადავედიო და ბიძაშვილებს ეუბნებოდა, მე ოთარი ვარ დავითაია. მე ოთარი იზონა ბიჭო ოთარ მე ვარ თქვა და ჯუმუ ან თქვა და კიდე სხვა სახელებს თამაზი ვარ ვერ ცნობდი და 2 კვირის შემდეგ მოვედი აზრ. ხო და ეხლა ჩემ მახსოვრობაო ისეთ იყო რომ მე ეს კაც როგორ გავიხსენო რაღაც წვერებიანი ყველა ერთმანეთს გავს კალაშნიკოვი სამხედრო ფორმა წვერები ხო და საშინელი მატერიალი ვერ გავიხსენო. წამიყვანა სადღაცო თავისი ახლობლის სახშიო. უთხრაო რომ 2-3 დღეში გამოვივლეო. ხო მერე ესე იგი გამოიარა მან 2-3 დღის შემდეგ დაახლოებით, მამა ვერ გაიხსენა. ხო და მერე გადაიყვანა ენგურის ხიდზე მიყავდათ ესე. და თუ ესე იგი ნამდვილ იმას მეომარს მიყავს აფხაზ ქართველი კაცი და
აი გადაიყვანეთ იქით, ნუ ის სხვები ჩასაფრებულიც იყვნენ იქაც, რომ ვინ არა იბრძოდა, არ იბრძოდა, რა გაუკეთონ ესეთი. ხო და გადავიყვანეო ესაო და ისა გადამიყვანეო და წავედიო და ჩემი ისე ახლობლები ვნახეო და თბილისში მოვხდიო, ივერიაში ცხოვრობდა. აი ყოფილი ივერია რო იყო, მან ცხოვრობდა და ის მოვიდა თავის მეორე მეგობართან ერთად და მოვიყვა ეს საოცარი ისტორიები. ხო და თბილისში ერთვე გავიდაო და ცხოვრობდა, უცებ გამახსენდაო რომ ეს კაცი არის, სახელი გვარი მითხრა, არ მახსენდება, მაგრამ ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრა. მაგრამ არ ახსენდება, სახელი და გვარი გაახსენდა რომ ეგ არის ის. და გაიხსენა რომ ხო და მეუბნებოდაო, შენ ჩემ ეზოში იყავიო. მე ჩემი შვილი საფლავთან მოვდიოდიო, მაგრამ ვერ ვაჩვენებდიო თავს ვერავითო და თხილნარში ვიმალებოდი და იქიდან გიყურებდიო და შენ რომ მოხვედიო, როგორო ესე იგიო გაასუფთავე მოუარე მოეფერე ჩემ შვილსო, მის საფლავსო, ხო და მე ის სამისხალი რო დაუდევიო თავთანო, მაგრამ მე ვერც მაშინ გამოვიდოდიო. ანუ არ გენდობოდიო რა, ნადირივითა, როგორც მეკითხარით, მე მომი შედის მონსტრის იმაში და მისი ნახტომები კი არა, ეს არის რაღაც საშინელება. მშვიდობა დადის ბავშვის ნაბიჯებით და ნელ-ნელა, ამიტომ ეფექტი აქვს უფრო იმ საშინელებას. რამდენიმე წუთში შეუძლია აფეთქოს და გაანადგუროს ის, რაც თქვა მთელი საუკუნე აშენებდა ადამიანს. შენობა, ისტორიული ძეგლი და რაც თავარია ადამიანთა ურთიერთობა.